განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს. სპეცრაზმის ხელმძღვანელს მაღალ ტექნოლოგიური კვლევებით დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით მას მრავლობითი დაზიანებები მხარის არეში აქვს მიყენებული. ზვიად ხარაზიშვილი უკვე გაწერეს კლინიკიდან და მკურნალობა სახლში განაგრძობს. სად და როგორ მიიღო დაზიანება მაგნიცკის სიაში მყოფმა სანქცირებულმა ხარაზიშვილმა? ირაკლი ბახტაძე არკვევს დეტალებს. ის ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში გისმენ ირაკლი. თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ განსაკუთრებული სისასტიკი ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება რამდენიმე საათის წინ კლინიკა ავერში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ზვიად ხარაზიშვილს მრავლობითი დაზიანებები მხარის არეში მქონდა მიყენებული, თუმცა მას მოტეხილობა არ ქონია და მკურნალობის შემდგომ ის უკვე გაწერეს კლინიკაში. კონფიდენციალური წყარო გვიყვება იმასაც, რომ ზვიად ხარაზიშვილის გამოჩენისთანავე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს კლინიკაში და შესაბამისად იმ რამდენიმე საათში, რაც ზვიად ხარაზიშვილი კლინიკა ავერში იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების განსაკუთრებული მობილიზება იყო კლინიკაში. სად და რა ვითარებაში მიიღო ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ დაზიანებები, რასაკვირველია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კონფიდენციალური წყარო გვიყვება, რომ ხარაზიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში ვერ ივლის, რადგან მას დაზიანებები აქვს მიყენებული და სწორედ ამ დაზიანებების გამო მოხვდა ზვიად ხარაზიშვილი კლინიკაში. ჩვენ რასაკვირველია ამ ამბის დასაზუსტებლად დაუკავშირდით კლინიკის მედპერსონალს, მხოლოდ რამდენიმე პირი გვიდასტურებს იმას, რომ ზვიად ხარაზიშვილი იყო კლინიკაში. ერთ-ერთი პირი, ვინც მისი პირადი მკურნალი ექიმია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა კლინიკაში და მას შემდეგ, რაც მას ჩაუტარდა კვლევები, ამის შემდგომ უკვე ის გაწერეს საცხოვრებელ სახლში. თუმცა მედიკოსი გვიდასტურებს იმას, რომ ზვიად ხარაზიშვილთან ერთად იყვნენ სპეცრაზმელებიც, როგორც ჩანს ზვიად ხარაზიშვილი არ გადაადგილდება არსად მარტო. ჩვენ ბატონი ხარება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიღეთ გუშინ, მაშინ როდესაც ეგრეთ წოდებული ინაუგურაციის პროცესი მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად და როგორც ჩანს ეს დაზიანებები მან ან გუშინ გვიან ღამით ან დღეს მიიღო, რის გამოც საჭირო გახდა ხარებას ჰოსპიტალში გადაყვანა. მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხარება და გიორგი შინჯიკაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან და ამ დაპირისპირების შესახებ ჩვენ არაერთი რეპორტაჟი მოგვიმზადებია. მათ შორის ის მობილიზება, რა მობილიზებაც ხარებას ჰქონდა სოფელ მარტყოფში, მაშინ როდესაც ის სპეცრაზმელების თანხლებით ეძებდა გიორგი შინჯიკაშვილს და რამდენიმე დღის განმავლობაში სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ მარტყოფში და ამის პარალელურად გიორგი შინჯიკაშვილმა მისი ეგრეთ წოდებული ტიტუშკები მოაბილიზა საცხოვრებელ სახლში იმისათვის, რომ მას თავი უსაფრთხოდ ეგზნო. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს დაპირისპირება არ დასრულებულა და არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, რომ ხარებას მიერ მიყენებული დაზიანებები, უпростоრედ ხარებას რა დაზიანებებიც აქვს ახლა მიყენებული, სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. რამდენიმე დღის წინაც ფიტნეს კლუბში სწორედ შინჯიკას მოადგილეს ეძებდნენ ხარებას რაზმის წევრები, რა ინფორმაციაც დამალეს პრინციპში ფიტნეს კლუბის წარმომადგენლებმა, თუმცა არაერთი სანდო წყარო გვიყვებოდა ჩვენ იმას, რომ შინჯიკას მოადგილე ხარებას რაზმის წარმომადგენლებმა ცემეს, თუმცა ამას არ ადასტურებს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც სხვადასხვა პირები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ხარებასთან და შინჯიკაშვილთან. რაც შეეხება თავად ხარებას, როგორც უკვე გითხარით, ის რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა კლინიკა ავერში, ამის შემდგომ ის უკვე გაწერეს და იმყოფება სახლში. სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებზე ზვიად ხარაზიშვილს ვეღარ ვნახავთ. ქალბატონ სოფო, ბატონ ზვიადთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. თქვენთან შემოიყვანეს კლინიკაში და მაინტერესებს რა დაზიანებები ჰქონდა მას. ძიმე დაზიანებები ჰქონდა თუ აი რას გეუბნება თქვენთან რა ჩივილებით შემოვიდა? ჩაწერილი პაციენტი იყო თუ შემოიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარება? სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი უკვე გაწერილია საცხოვრებელ სახლში და შესაბამისად კლინიკა ავერსთან სამართალდამცველების მობილიზებაც არ შეინიშნება, თუმცა მაშინ როდესაც ზვიად ხარაზიშვილი კლინიკა ავერში იმყოფებოდა, განსაკუთრებული მობილიზება იყო როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ასევე მისი სპეცრაზმელებიც, რომლებიც მუდმივად ზვიად ხარაზიშვილს ფეხდაფეხ დაყვებიან. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ზვიად ხარაზიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა კლინიკა ავერში, როგორც ჩანს მას მოუვიდა
შეუაპარაკება რომელიმე კონკრეტულ პირთან, რადგან არაერთი მსგავსი ფაქტი გაგვიშუქებია ჩვენ, რომ ზვიად ხარაზიშვილს იგივე ხარებას მოქალაქეებთან აქვს კონფლიქტი და არ არის გამორიცხული, რომ ესეც ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ ქუჩურ გარჩევას უკავშირდებოდეს.